გულის მოძღვარი იესოს. და აი ახლა რაც დაგირიგეთ, ეს არის უდიდებულესი ადგილი სახარებიდან, რომელიც გვიდასტურებს, რომ ქრისტე არის ღმერთი. აი, მაგალითად, ქრისტეს მუსლიმები რო გეუბნებიან ხოლმე ჩვენ. აი, გასაგებად ახალგაზრდებს უყვართ ამაზე კამათი, მე ვიცი, აი იოანე აგერმიზის ჩვენი შვილი და ესა. აი, მუსლიმები გეკითხებიან ხშირად. გვაჩვენეთ ადგილი, სადაც ბიბლიაში წერია, რომ ქრისტე არის ღმერთი. სადაც ქრისტე ამბობს, რომ მე ვარ ღმერთი. გვაჩვენეთ ის ადგილი. აჰა, გვაქვს კიდევ თეა. ის არის, ხო, 109 ფსალმუნია. მაგრამ ეს ფურცელი გინდა, თორე ისე გაგიჭირდება, ის წარწერებია ესეთ რაღაც. გვაჩვენეთ, საწერია, რომ ქრისტე არის, აი ეს 109 ფსალმუნი, რაზეც ახლა ქრისტე ელაპარაკება, აი აქ წერია, რომ ღმერთი განკაცდა. აი ეს დაიმავ სახში წაიღეთ, აჩვენეთ სხვასა და კონდეთ სახში ყოველთვის ეს 109 ფსალმუნი. და ახლა ნახეთ, ეს ამათ ამდენი კითხვები დააყარეს და მახეებს უგებენ. ახლა ქრისტე უგებს მახეს თელ იუდეველებს დღემდე ყველა იუდეველმა აი ამას უნდა გასცეს პასუხი, რასაც ახლა ქრისტე ეუბნება. ეს არის ბოლო შეკითხვა იუდეველებისადმი, ებრაელებისადმი, ვინც არ იწამა მესია. და როდესაც შეიკრიბნენ ფარისეველები, იესომ კითხა მათ: რა სიტყვით ქრისტესთვის? ვისი ძე არის იგი? ხოლო მათ მიუგეს: დავითისა. უთხრა მათ იესომ: კი, მაგრამ როგორ გაუწოდებს მას სულით შთაგონებული დავითი უფალს, როდესაც ამბობს: უთხრა უფალმა ჩემს უფალს, დაჯექი ჩემს მარჯვნი, ვიდრე ფეხით დაგისვამ მტრებს, დაგიმხობ მტრებს. ამრიგად თუ დავითი უფალს უწოდებს მას, როგორ გაეკუთვნის ძედ? ვერავინ შეძლო მისთვის სიტყვის მიგება და იმ დღიდან ვეღარც კითხვას უბედავდა ვინმე. ახეთ ქრისტე რა კითხა? 109 ფსალმუნი ხომ იცით ეუბნება ქრისტე. გამეცით პასუხი. ქრისტე ვისი შთაომავალი უნდა იყოს, ხო? მათ ისიციან, რომ დავითის. მაგალითად, იერემია წინასწარ მეტყველიდან წერია 23 თავში წერია იერემია წინასწარ, რომ დავითისგან აღიდგენ მეფეს. წერია. და კიდევ ბრავალ ადგილას, ხო? რომ დავითის შთაომავალი უნდა იყოს ის. უთხრა მათ იესომ: თუ დავითის შთაომავალი უნდა იყოს მესია, მაშიახი. მაშინ დავითი რო წერს 109 ფსალმუნს, რატო უწოდებს მაშიახს, ანუ ქრისტეს თავის უფალს, ხო? აი ბაბუამ შვილიშვილს ხوار შეიძლება უწოდოს ჩემი უფალი, ხო? რატომ ამბობს ამას დავითი ასე? თუ მისი შთაომავალია, მისი უფალი როგორღა? ქრისტე ეუბნება. და ამაზე ვერაფერი უთხრეს და ვეღარ უბედავდნენ ვერაფერს რომ ეგეთ. ეხლა ნახეთ, ეს 109 ფსალმუნი მხოლოდ ეს არ არის, ძალიან აშკარაა ის, რასაც ქრისტე ეუბნება. აქ როგორ ეწერა? რატომ უთხრაო მაშინო დავითმა რატომ თქვაო? თქვა უფალმა, უფალსა ჩემსა, დაჯექი ჩემს მარჯვნივ, სანამ ფეხით დაგიმხობ მტრებსო, ხო? ანუ ახლა აი მე ეს ფსალმუნი ამოგიწერეთ 109 ფსალმუნი და ახლა ნახეთ უფალი, უფალსა ხო წერია, ზევიდან მე დავაწერე ორიგინალ ტექსტში, ებრაულში რა არის იქ დაწერილი. ნახეთ, თქვა უფალმა, იმ უფალის ადგილას იქ წერია იახვე. აი ეს 400-იანი ღმერთის სახელი, ხო? იჰვჰ. ეს არის აი ეს მარადიული ღმერთი. ანუ მარადიულმა ღმერთმა იახვემ უთხრა ადონის. აი ეს მეორე უფალი, ჩვენ ხო ეს ხო ჩვენ ქართული თარგმანია, ებრაულში ასე წერია. იახვემ უთხრა ჩემს ადონის. ახლა ეს ადონი რა არის უნდა გავიგოთ. უყურეთ, აი ბატონო იოანე მაგალითად, ხო, ებრაელი რა სიტყვის ადონი იოანე იტყვის. ადონი არის ბატონო. უფალო, აი ძველ ქართულშიც ხო იყო ხომ ასე რომ უფალო, მაგალითად ჩემს უფალთან, ჩემს ბატონთან მივდივარ იტყო და ყრმა, ხო? ესმით, და ებრაულში ეს ადონი, სიტყვი ადონიდან მოდის, სიტყვა ადონიდან, შევს ბატონს, უფალს. ბერძნულში არის კირიე, ხო? კირიე არის უფალიც იგივე. ჩვენთან ბატონი ან უფალი, ხო? ნახეთ, მაგრამ ამ ებრაულში როგორ არის, ეს კარგად დაუკვირდით ამ მსჯელობას, რომ გაიგოთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ადამიანს შეიძლება უთხრა მე ადონი.
მაგრამ ადონაი როცა ვამბობ, ეს მხოლოდ ღმერთზე შეიძლება ვთქვა. ადონაი არის მრავლობითი ფორმა ადონის. აი, ქვევით ნახეთ, მეწერია კიდევაც. ადონაი არის მრავლობითი ბატონი და ადონი არის მხოლობითი, რომელიც მხოლოდ ადამიანებზე გამოიხმის. ეხლა ისრაელში შენ რო უთხრა ადამიანს ადონაი იოანე, ეს კრეხანობა. რომ ადონაი მხოლოდ ღმერთზე ითქვის, იმიტომ რომ ტექსტში სადაც ეწერა ხოლმე ის 400-იანი ღმერთის სახელი, იმას ხო ებრაელები არ გამოთქვამდნენ, ხომ? ამიტომ იმის ადგილას ამობდნენ რას? ადონაის ამბობდნენ, ადონაი უნდა ასამობდნენ, ხო? იმიტომ რომ ის იყო ღმერთი, მხოლოდ ღმერთი. ანუ ნახეთ, თქვა იაჰვემ ჩემს ადონის, ნიშნავს რომ ადამიანური გაგებით ჩემს უფალს, ხო? აი როგორც ჩვენს მივმართავთ ქრისტეს უფალ, ჩემი უფალი, აი ჩვენ ქრისტეს ამ გაგებით ვიმართავთ. ადონი იეშუა ვამბობთ ჩვენ გესმით? ადონაის კი ადონი იეშუა, ჩვენი უფალია, იმიტომ რომ ყველაზე მთავარია, ჩვენი ბრძანებელია, ჩვენი ბატონია, ხო? აი ამას ვამბობთ, გესმით? ანუ იაჰვემ უთხრა ჩემს ადონის, ანუ იმ უფალს, იმ მესიას, რომ ჩემს მარჯვნივ დაჯექი, სანამ დავამხობ შენ მტრებს, შენს ფეხით, ხო? მეორე მუხლი ნახეთ, კვერთხი ძლიერებისა გამოგივლინო შენ უფალმა სიონით და უფლებდე შორის მტერთა შენთან. ანუ ღმერთმა იმ იაჰვემ, ისევ იაჰვე წერია, ხედავთ? იაჰვე წერია ისევ ებრაულ ტექსტში, აი ზევიდან აწერია ამ მეორე მუხლში. აი შენო მესიასო, ქრისტესო, ძლიერების კვერთხს გამოგიგზავნისო, იაჰვეო და უფლებდე შორის მტერთა და დაამარცხებ, დაეუფლები შენს მტრებსო, ხო? შენთან არის მთავრობა დღესა ძლიერებისა შენსა. ანუ ძალაუფლება შენთან იქნება ღმერთის ძალით. და მეოთხე მუხლი ნახეთ. ფუცა უფალმან და არა შეინანოს. ანუ დაიფიცა იაჰვემ ისევ იმ ღმერთმა. აი მოსეს რომ გამოეცხადა მაყლოვანში, ცეცხლოვანში, ხო? დაიფუცა უფალმა იაჰვემ და არა შეინანოს. არ შეიცვლის თავის ფიცს. შენ ხარ მღვდელი უკუნისამდე წესსა მასზე და მელქისედეკისა. შენ ხარ ვისეუნება? ადონის, ჩემს შთაომავლას, ჩემ უფალს ეუნება, შენ იქნები მღვდელი მარადიულად მელქისედეკის წესით, ხომ? ნახეთ და მეხუთე მუხლი არის მნიშვნელოვანი. იმიტომ რომ პირველი მუხლიდან ჩვენ ხო ვერ ხვდებით რომ ქრისტე ღმერთია. ვერ ხვდებით, იმიტომ რომ უთხრა იაჰვემ ადონის, ხო? ადონაის ხომ არ ამბობს? ამბობს ადამიანური გაგებით ადონის და მეხუთე მუხლი ხსნის ყველაფერს. აი ის ადონი რა უთხრა მარჯვნივ დაჯექი ჩემს მარჯვნივო, ხო? და აი მეხუთე მუხლი წერია ადონაი ზის შენს მარჯვნივ. ადონაი მარჯვენით შენსა, უკვე აქ ადონაი წერია, შემუსრა დღეს არის ხვისა მისისასა მეფენი. ვიხდით რა ის თქვა მინდა? ხო, ანუ ის ადონი, რომელიც უთხრა რომ დაჯექი ჩემს მარჯვნივო, მეხუთე მუხლში იმ ადონის უკვე უწოდებს რას? ადონაის. ანუ ის მარჯვნივ ჯდომი არის თან ადონაი, ანუ უკვე ღმერთი და შემუსრავს ის თავისი რისხვის დღეს მეფებს. მისი რისხვის დღე რომელია? მეორედ მოსვლის დღე. გესმით? საჯოს წარმართა შორის და აღავსოს მძორებითა აი განსჯას მოახდენს იმ დღეს და აავსებს მძორებით, ასე ნიშნავს რომ ბევრი მოკვდება მარადიულად, შემუსრავს თავნი მრავალთანი ქვეყანასაზე და ამ მრავალს შემუსრავს და ბოლო მუხლი ნაღვარევისაგან გზასაზე და სხვას. ნაღვარევი არის ru რომელია? მიწაზე რომ მოდის, ხო? ნაღვარევისაგან დალევსო გზასაზე და რას ნიშნავს ეს? აი როგორ გონიათ, თქვენ მე მივხვდეთ. აი იმანო, აი ადონაი რომელიც მარჯვნივ ზის ღმერთისო, გზაზე რომ მოდისო, რუსგან დალევს წყალსო. ზუსტად. აი რუსგან რო წყალი დავლიო, რა უნდა გავაკეთო? უნდა დავიჩოქო, უნდა ბოლომდე დაუნდაბლდე, ხო? აი ის ადონაი ისეთი თავდაბალი იქნება, რომ აი დაიხრება, მოიყრის და ისე დალევს წყალს, იმიტომ რომ დაიმდაბლებს თავს აქ რომ მოვა და ამისთვის აღიმაღლოს თავი, შემდეგ როცა აღდგება და მოვა დიდებით, ხო გესმით? აი ეს 119 ფსალმუნი არის მესიის შესახებ ფსალმუნი და ხო გასაგებია, ხანდახან ადამიანები აი ვამთავრებთ უკვე, მე ვიცი რომ დაიღალეთ,
ადამიანები იბნევიან და კაცო, ამ ფსალმუნითო როგორ მტკიცდებაო რა ქრისტე ღმერთია, იმიტომ რომ პირველ მუხში ეს არ ჩანს. გესმით? პირველ მუხში წერია რომ იაჰვე მუთხრა ჩემს ადონის, ჩემს უფალს, ანუ ბატონ იეშუას, ასე რომ ვთქვათ, ხო? მაგრამ აქ არ ჩანს რომ ის ღმერთია, მაგრამ დაჯექი ჩემს მარჯვნივ რო უთხრა, მეხუთე მუხში იმავეზე წერს ფსალმუნი რომ ადონაი ზის შენს მარჯვნივ. ანუ ის ვინ შენს მარჯვნივ დაჯდა, ადონაია, რომელიც მხოლოდ ღმერთზე ითქმის. ადონაის მრავლობითში რატომ არის? ადონი ხომ მხოლობითია? ადონაი მრავლობითია. რატო არის მრავლობითი? ეს არის დიდებულების მრავლობითი არის. გესმით? მაიესტეტს პლურალი ქვია ამას, რომ აი სამეფო მრავლობითი ქვია, ეს ებრაულში გამოიყენება ხშირად. ეს მრავლობითში ბატონები, ასე რომ ვთქვა და მხოლოდ ღმერთზე ითქმის. და მეხუთე მუხში წერია რომ აი ის ვინც შენს მარჯვნივ ზის არის ადონაი, თავად ღმერთია ის. და არის დავითი ამბობს რომ ჩემი უფალია, ჩემი შთაომავალია, მაგრამ ღმერთის იაჰვეს მარჯვნივ მჯდომი ადონაია თვითონ. ხო გასაგებია? და მაშინ ეს როგორ ამიხსენით ეუნება ქრისტე თუ დავითის შთაომავალია კაცობრივად განკაცებულია, ამის თქმა უნდა, გიზრდით რომ თუ ის კაცია და დავითის შთაომავალია, ადონაი რატო ქვია მას? როგორ უწოდებს დავითი მას არა მარტო ჩემს ადონის, არამედ ადონაის. აი ეს არის ორივეს უწოდებს დავითი. ნახეთ, აი ამ ფსალმუში რა არის რომ დავითი ფაქტობრივად წინასწარმეტყველებს ღმერთკაცობას ქრისტესას. ორ ბუნებოვნებას, აი ეგ არის ამ დიდებული ფსალმუნი, იმიტომ არის რომ ორ ბუნებოვნებას წინასწარმეტყველებს 10 საუკუნით ადრე ამ ფსალმუნში. რომ ჩემი ადონია, ადონი არის, მაგრამ ასევე ჩემი ადონაია ის. კაციც არის და ღმერთიც არის და ამას გამეცით პასუხი ეუნება ქრისტე და დუმან, ვერაფერს ვერ ეუნებიან და დღემდე დუმან ის იუდეველები, ვინც არ იწამა მათი მესია და ქრისტე. აი, ებრაელმა ეს რომ მოусმინოს ამ საუბარს ამ ფსალმუნს აიგდოს და გასცეს პასუხი. რანაირად არის ეს ყველაფერი? როგორ? რა პასუხია ამაზე? ხო, მაგრამ მეორე მოსვლას ეხებაო ესო? მაშინ მიხვდებიან და გვიანი იქნება უკვე იმის. მაშინ უკვე აღავსეს მძორებითა და შემუსრავს მათ თავებს. ხო, მაგრამ ის ჩემს მარჯვნივ დაჯექი, სანამ დავამხობ შენ მტერს, უკვე პერიოდს გულისხმობს. გესმის? ის უკვე ადონია, ის უკვე ადამიანის სახით არის მოსული, ადამიანის სახით მოსულს ეუნება რომ დაჯექი ჩემს მარჯვნივ, სანამ ამათ დავამხობ. ვერ გაუკეთებ ინტერპრეტაციას, იმიტომ რომ ის უკვე რომ ადონი ზის ღმერთის მარჯვნივ, გულისხმობს რომ კაცად მოვიდა და შემდეგ უთხრა იაჰვემ დაჯექი ჩემს მარჯვნივ. გესმის? ხო იმიტომ რომ მაგალითად იაჰვემ თქვაო, აი დავითი ხო მათი დიდი მეფეა და ფსალმუნია. იაჰვემ თქვაო რომ ადონი დაჯექი ჩემს მარჯვნივო, ვის უნდა უთხრას ეს? მხოლოდ მესიას. მაგრამ დაჯექი ჩემს მარჯვნივ, სანამ აი დავამხობ შენ მტრებს. ის მტრები თუ არ მოვიდა ამ ქვეყანაზე, საიდან ყავს მას? ანუ ამ ქვეყანაზე უკვე იყო მოსული. მტრები გაუჩნდა მას და ღმერთი პირდება იაჰვე რომ შენ მოიცადი აქ ჩემს გვერდში მარჯვნივ დაჯექი, სანამ იმათ დავამხობ შენს ფეხით. გესმის? ვერ გაუკეთებს სხვა ინტერპრეტაციას, იმიტომ რომ ეს ორი სახელი ადონი და ადონაი უკვე ნიშნავს იმას, რომ ის იყო კაცი და იყო ამავდროულად ღმერთი. ხო გასაგებია? ამე გაუგებარი ხო არ არის? იმიტომ რომ ეს იმდან დიდებული ადგილია, რომ აი უნდა გვესმოდეს ყველას. აი თუნდაც ეს გვიდასტურებს ჩვენ რომ 119 ფსალმუნი გვიდასტურებს რომ ღმერთი განკაცდა. ღმერთი ნამდვილად განკაცდა და მოვა უკვე შესამუსრად მის მტრების და იყო